მე უფრო დეტალურად კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ბიზინა ივანიშვილის სამთავრობო პროგრამას ძლიერი დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა სტრატეგიული მიმართულებით. პროგრამის მიხედვით იგეგმება ხალხის აქტიური მონაწილეობით გატარდეს კონსტიტუციური რეფორმა. დოკუმენტში საუბარია ისეთი სისტემის შექმნაზე, სადაც საჯარო მოხელეები პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდებიან. საუბარია, რომ მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, მისცემს წვრილ და საშუალო ბიზნეს განვითარების საშუალებას, დაიცავს საკუთრების და შრომის უფლებებს, ხოლო მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. იგეგმება სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც დანაშაულთა ერთობლიობისა სასჯელის შეკრების წესით დანიშვნას გამორიცხავს. ასევე დადგინდება ფულადი ჯარიმის ქვედაზღვარი, გადაიხედება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის. პროგრამის მიხედვით პროკურატურის რეფორმა გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურორს პარლამენტის თანხმობით დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნება და ჩამოყალიბდება სამოქალაქო სამსახურად. საჯარო სამსახურის რეფორმით კი შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, რომლის ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება დამოკიდებული არ იქნება პოლიტიკაზე.